მოგესალმებით, ჩემო კარგო ხალხო. აგერ ჩვენ ახლა დღეს სტუდიაში ვართ, ინოვაციის სტუდიაში. მოგეხსენებათ, ღმერთმა ადამიანის შექმნა ინოვაციისთვის და სიყვარულისთვის. და აქედან გამომდინარე, დღეს მე ძალიან მოხარული ვარ, ჩემთან ერთად სტუდიაში არიან ძალიან საინტერესო ადამიანები, რომლებიც ინოვაციაში ბევრს აკეთებენ. ჩემგან ხელმარცხნივ არის ჩემი დიდი ხნის მეგობარი გია მაისაშვილი, რომელიც უკვე ძალიან დიდი ხანია ინოვაციურ აზროვნებას ასწავლის, არა მარტო ასწავლის, არამედ პრაქტიკაში გაყავს და მუშაობს ამ თემებზე. და მიშა ხუნდაძე, ჩემი მეგობარი, ახლად შეძენილი მეგობარი, რომელმაც ახლა არაჩვეულებრივი ინიციატივა დაიწყო აგრეთვე სტუდიის სახით, რომელშიც აგრეთვე ინოვაციური და ახალი იდეების სწავლება ხდება და არა მარტო სწავლება, არამედ პრაქსისი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ ახლა ერთმანეთში ვსაუბრობთ, როგორც ყოველთვის ეს არის ასე ვთქვათ, ნახევრად არაფორმალური საუბარი იმაზე თუ რა სჭირდება ჩვენ საზოგადოებას. მე მგონი ძალიან დიდი კრიზისი გვაქვს, გია დღეს და არა მარტო დღეს ჩვენ ამაზე უკვე დიდი ხანია ვსაუბრობთ, 20 წელია დაახლოებით ვსაუბრობთ ამაზე, რომ საზოგადოება თავისთავად აზროვნება არის გაყინული და არის პრობლემები იმაში, რომ ინოვაციური ჩარჩოს გარეთ გასვლა საზოგადოებაში ვერ ხდება და აქედან გამომდინარე საზოგადოება დაცემაზე 2 მილიონი ადამიანი უკვე დავკარგეთ 25 წლის განმავლობაში და ვკარგავთ. რას ფიქრობ, გამოსავალი როგორ შეიძლება მოვწებნოთ ჩვენ ტრანსდისციპლინარული მიდგომით, ასე ვთქვათ. მადლობა ირაკლი, სასიამოვნოა შენი სტუმრობა. სასიამოვნოა ამ სტუდიაში ყოფნა, ესეთი cozy, ესეთი მყუდროება არის კიდევ სტუდია და ჩვენი საზოგადოება დიდი ხანია ესეთ ინფანტილურ მდგომარეობაში, ეს კრიზისი იყო უფრო და უფრო წვავდება და 25 წლის მანძილზე იჩინა ადრე თუ ჩვენს ბავშვობაში ამ საბჭოთა პერიოდში ეს ყველაფერი ასე თუ ისე დაფარული იყო და ამას ვერ ვაცნობიერებდით, რამდენად ასე ვთქვათ დეგრადირებული იყო საზოგადოება. ეხლა უცებ საბჭოთა სისტემის დანგრევის შემდეგ ეს ადამიანები აბსოლუტურად მოუმზადებელი ახალ გარემოში ოპერირებისთვის. ამას დაემატა ქვეყანა არ არსებობს, ქვეყანაზე მოხდა გადატრიალება, ერთი არჩეული ხელისუფლება იქნა დამხობილი, სრულიად კრიმინალური გარემო, თოფი საშუალებით შოულობ სარჩოს აბადებელს და გაღატაკება ადამიანებისა დიდი ნაწილის და პატარა ნაწილის გამდიდრება მოყვა და შემდეგ ეს კრიმინალური სიტუაცია პოლიტიკურ სისტემაშიც ჩამოყალიბდა და ეს რუსული ტრადიცია იმისა, რომ სივრცე, სადაც ძალაუფლება და ფული ერთმანეთთან არის შერწყმული, სადაც ადამიანი ემონება სახელმწიფოს და სადაც არ არსებობს კანონის უზენაესობა, არ არსებობს სამოქალაქო საზოგადოება, არსებობს ძლიერი ხელი, ხელისუფლების სათავეში მყოფი ადამიანები და ის იმ სისტემას, რომელსაც დასავლური პროგრესული საზოგადოება, კანონის უზენაესობა, პიროვნების თავისუფლება, თავისუფალი დამოუკიდებელი მოქალაქეების მიერ სოლიდარობაში შესვლა დანარჩენი საზოგადოების წევრებთან, პირადი პასუხისმგებლობის განცდა, ეს ტრადიცია ამ რეჟიმში ჩვენ არ გვიცხოვრია და აქ არის ერთის მხრივ ეს სურვილი რომ ვიღაცამ გიშველოს და მეორეს მხრივ სრული უპასუხისმგებლობა იმისა რომ როგორ შეიმიძლია მე გავხდე თანამონაწილე გარდა ჩემი ოჯახისა, ვიყო თანამონაწილე და ნაწილი საზოგადოების. ამის განცდა არ ქონია ჩვენ ძალიან დიდი ხნის მანძილზე. და ეხლა ვყალიბდებით და ხან ერთ ადგილას მევეჯახებით, ხან მეორე ადგილას ეს პოლიტიკური კულტურა ძალიან
დაბალ დონეზეა და ადვილია манипуლირება სპეცეფექტებით, დადგმული სპექტაკლებით ამ საზოგადოებაზე და აი აქედან გამომდინარე დეგრადაცია მეცნიერებაში, დეგრადაცია არის ეკონომიკაში, დეგრადაცია არის ხელოვნებაში, განათლებაში, ჯანდაცვაში მთლიანად საზოგადოება, მთელი საზოგადოება არის დეგრადირებული და ძალიან პატარა საშუალო ფენა, აი ეს ძარღვი, რომელზეც უნდა დაეფუძნოს როგორც მომავალი ამ ქვეყნისა, ასევე განათლება, ასევე ყველა სასიცოცხლო უჯრედი ამ საზოგადოების აი ამ პატარა საშუალო ფენაზეა დამოკიდებული და ამ საშუალო ფენას როგორ უჭირს ამ როგორ კვერცხიდან რო დაებადება პატარა წიწილი და რო გაარღვევს ნაჭუჭს და უცებ რომ გამოვა ამ ტრულ გარემოში და ფრთებს რო ესე იქნებს და უნდა რომ დაფრთიანდეს, წამოიჩიტოს და რაღაც პატარა მართვე არწივად ჩამოყალიბდეს. აი ამ მდგომარეობაში ეს პატარა 5%-იანი ასე ვთქვათ შრე ამ საშუალო ფენის ამ საზოგადოების და ჩვენ საზოგადოება არის აი სხვა ვიღაცამ უნდა გაუკეთოს რაღაცა სხვაზე ჭორავ, აი გადახედა ჩვენს სოციალურ ქსელს ქართულ Facebook-ს თუ შეხედავ, არის ვიღაცის გაქილიკება, ვიღაცაზე ძალიან ბოღმიანი საუბარი და ძირითადად ნეგატივზე, ანუ ნეგატივზე სუნთქავს და ნეგატივით ცხოვრობს ძალიან დიდი რაოდენობა, დიდი ნაწილი ჩვენი საზოგადოებისა და ჩვენ პოზიტივი გვჭირდება. ხო და ეს არის მდგომარეობა და პოზიტივი მაგაზე რო ვიფიქროთ, იცი, ძალიან მაინტერესებს ახლა მიშასთანაც მინდა გადავიდე რა დრით იცი რომ აი პოზიტივი გიამ ძალიან კარგი საკითხი დააყენა. პოზიტივი დღეს ჩვენ საზოგადოებაში მართლა არ არის ბევრი. არის როგორ არის, რა თქმა უნდა, რაღაცა არის პოზიტიური, ხა მეორეს თუ როგორ გიუბრალ, ჩემთვის პოზიტივი ხარ, ორივე და კიდე, მაგრამ ეს არის ძალიან პატარა კუნძულები. როგორ ხელოვანის ფუნქცია ყოველთვის არის რომ განწყობა, აი დიმიტრი უძუნაძისეული ის არის რა, განწყობა შექმნას. არა? როგორ წარმოგიდგენია ამ განწყობის შექმნა? თქვენ სტუდია რო გააკეთეთ, სხვა შორის ძალიან საინტერესო რაღაცა იყო ეს, რომ სტუდიამ შექმნა განწყობა რაღაც ინოვაციის. ერთადერთი გამოსავალი რაც სტუდიიდან გამომდინარე, რასაც ვაკეთებ და ეს არის არაფორმალურ მდგომარეობაში რო განათლების ელემენტები შეიტანო საზოგადოებაში. და რატო? იმიტომ რომ პრინციპში ინსტიტუციები, რომელიც თქვა სახელოვნებო მიმართულებით არის, თქვა და სხვაებიც, ხო, ეს არის პოდსაბჭოთა სისტემებზე დაყრდნობილი და მაინც არ არის შიგნით დარღვეული ეს სხვა რუსული სკოლა, თქვა, იგივე ხელოვნებაში და აკადემიაში ესეთი მნიშვნელოვანწილად როლს ასრულებს ეს ვითომ ტრადიცია, რომელსაც ეძახიან ტრადიციას და ამ დროს არის რუსული სკოლა, სურიკოვი, ჩისტიაკოვი, იმისი და პრინციპში მაგაზე დგას და ვთქვათ მოდერნისტები, რომელიც მართლა ქართულ რაღაცას აკეთებდნენ, ვთქვათ დავით კაკაბაძე, გუდიაშვილი, ელენე ახვლედიანი საერთოდ გააგდეს და გაანეიტრალეს, ვთქვათ. ამდენად ერთადერთი არაფორმალურ მდგომარეობაში და ჩვენც ვიბრძოთ აკადემიასთან მიმართებაში და ვერანაირად ძრა ვერ უყავით ამ სიტუაციას და ამიტომ გავედით არაფორმალურ სივრცეში ჩვენ გვინდოდა რომ რაღაცა ახალი შეგვეტანა საზოგადოებაში და იგი გიამაც თქვა, იმიტომ რომ პრინციპში განათლება არის სულ ნულამდე დავარდნილი და ჩვენთვის მნიშვნელოვანი საკითხი არის რომ თუ განათლებას არ მიეხედა მაშინ ყოველთვის ესეთი მდგომარეობა იქნება. კი, განათლება ყველა იძახის რომ გრძელვადიანი არის და იქამდე ჩვენ არ აგვაქვს დრო, მაგრამ ამას თუ არ მიეხედა, იმიტომ არის ქალაქი ესეთ მდგომარეობაში, იმიტომ ვითარდებათ, თუ განვითარებას ვეძახით ეს ქალაქი, იმიტომ არის ესე განვითარებული, ვთქვათ, ქაოტური მშენებლობიდან დაწყებული ეს მანქანებით, ეს ყველაფერი ისა, რაც მე ეკონომიკაზე, სოციალურ მდგომარეობაზე აისახება და უკვე მიდის ეს თემები პრინციპში. ხო, ძალიან საინტერესო რაღაც არის, მინდა გითხოთ და მე ესე იგი ზარია მე მგონი და შევად. აი, გიარაზოს ლაპარაკობს და შენაზოს ლაპარაკობს. ძალიან მნიშვნელოვანი რამე არის კრეატიული შემოქმედებითი გადაწყვეტილების მიღება ცხოვრებაში.
ეს ხომ ხელოვნებაა. ანუ ხელოვანი ახლა მარსელ დუშამპი და დისკოლებია რა ამაზე აგებული რომ თქვა დადაისტებოთ თქვენს რომ აი ცხოვრების რაღაც ახალი გზა უნდა გამოვნახოთ მე სულიას და სხვა რაღაცას რეალურად არსებობდა ხელოვნებაშიც მიმდინარეობა რომელიც ამბობდა რომ იგივე იფსანის თეატრი რო თქვა რა დიდაქტიკური თეატრი რომ ხო ეგ იყო თავისთავად რომ აი როგორ გახდეს ცხოვრება უფრო უფრო აზრიანი არა ასეთი ხელოვნების ადგილი არის დღეს ჩვენ საზოგადოებაში და მე გიასთან მინდა გადავიდე შეკითხვით რომ როგორ შეიძლება ეს კრეატიული მიდგომა ეკონომიკაში და პოლიტიკაში გამოვიყენოთ. შენ რას ფიქრობ, აი როგორ შეიძლება ეს გაკეთდეს, თქვათ, იგივე ურბანულ სივრცეში და ასე შემდეგ. თლიანად ჩვენ რაზეც ვარ და პრინციპში რისი ჯერა ეს არის ურბანულ სივრცეებში შეჭრა და იქ ქმედება ანუ საქციელის ჩადენა თუ ეს საქციელი არ ჩაიდინა და ხელოვანმა მაშინ როგორც მოვლენა მაშინ თლიანად თუ მაშინ საზოგადოებაც ვერ უგებს და საზოგადოება პრინციპში ვერ უგებს რომ თქვა თანამედროვე ხელოვნება ანუ წინ ავანგარდში მყოფი ხელოვნება დღესდღეობით დასავლეთში რაც არის ის საერთოდ არ იცის და მიაჩნია რომ ეს არის რაღაცა სატანები მასონების და ესეთი მოვლენა წარმონაქმნიანი არის ხო რაღაცა მოვლენა არის და მისი ჩამოშორება უნდა ჩამორეცხვა უნდა და ისა მაგრამ ამ ხელოვნებას რადგანაც აი ბუნებრივად რაც ვითარდება დასავლეთში და ისა ჩვენ რო ვერ უყვებით ხო ჩვენ კარგავთ უკვე თქვათ ბუნებრიობას აი ახლა ხვდები რომ და იმიტომ ვაქცევთ მე ყველაფერს ბუტაფორია და ბუტაფორიულები ხვდებით მარტო ხელოვანი და თავისი ეპატაჟი იქნება თუ ისა ეს არის შევარდეს და საქციელები ჩაიდინოს რომ შეაწუხოს ეს ბურგერები რომ გამოაღვიძონ ხელოვანის როლი დღესდღეობით ეს არის ჰამბურგერები და რა არის საინტერესო გიაყოს ლაპარაკობს ხოლმე შემოქმედებით მიდგომაზე ისეთ დისციპლინებშიც კი როგორც დღეს მაგ ტრანსდისციპლინარიზმის და ინტერდისციპლინარიზმის მულტიდისციპლინარიზმის დრო მოვიდა და თავის მხრივ არა დიდი ეკონომისტები, დიდი ფიზიკოსები, დიდი ბუნებათა მეცნიერები და სოციალური მეცნიერები აგრეთვე ხელოვანები არიან. ახალს ქმნიან, ანუ ისინიც გამომღვიძებლები არიან, შენ როგორც საუბრობდი თქვა თეატრში რეჟისორი ჰამბურგერის ასე თქვა გამომღვიძებელია ესეთი დიდი მოღვაწეები, ასე თუ ისე პროფესიონალებიც თავისი საქმიანობით გამომღვიძებლები არიან. თუ არ ახარ გამომღვიძებელი, ესე იგი შენ არ ახარ იმ საქმის პრო არ ახარ იმ საქმის პროფესიონალი. მაგრამ აი განათლება ყველაზე სასიცოცხლო, ყველაზე მთავარი, რაც ამ ეს ქვეყანა უნდა გადაარჩინოს, არის ეს განათლების შემოbrunება და ფორმალური სივრცე განათლების სისტემის არის საერთოდ მკვდარი აი უმაღლესი სასწავლებელი უნივერსიტეტი რო აიღო თქვა ეს 90 მილიონიანი ბიუჯეტის მქონე ლამაზი შენობა საბჭოთა პროფესორ მასწავლებლები არიან აქ ამ სისტემაში მოხვედრილები და ჩაფრენილები ამ სიტუაციას როგორმე ეს 90 მილიონიანი ბიუჯეტი საკუთარი კეთილდღეობისთვის გამოიყენა. არავინ არ იცის რომ თავარი ამოცანა უნივერსიტეტის არის სტუდენტის მომწოდება. სტუდენტია მთავარი. სტუდენტს ემსახურება ყველა დანარჩენი. სტუდენტისთვის იმ ამუნიციის, იმ სპეციალიზაციის, იმ წოდნის მიცემისთვის არის ორგანიზებული ეს უნივერსიტეტი. ეს ყველაფერი დაიწყებულია და პირიქით რექტორატი, პროფესორები, აკადემიური საბჭო ყველაფერია აკადემიური საბჭოს გარდა იქ არავინ არ არის აკადემიური, ის არის აბსოლუტურად ყველა კონფორმისტი ნათლი მამობაში ჩართული და ამ სისტემის შემქმნელი. უნივერსიტეტის სხვა სახელმწიფო დაწესებულებიც ყველა ამ ჩაფრენილები არიან ამ სახელმწიფო ჯიქანს და როგორმე ამას და ამას პაულო ფრეირე ეძახის საბანკო მეთოდიაო ეგო როგორც ფრეირე ამას ახასიათებს საინტერესო ის არის რომ ხა შენ რას დაახასიათე ძალიან კარგად საბჭოთა მეთოდი ეს განათლების საბანკო მეთოდი და მეორეზე ამბობს რომ ეს დიალოგური განათლება არის რასაც შენ ამბობს ან სტუდენტი არის მთავარი და ასე შემდეგ და ჩვენთან სწორედაც რომ აი ინოვაციის ინოვატორი პედაგოგები, მასწავლებლები ამკვიდრებენ იმ ქვენი, ასე ვთქვათ, განსახიერებით, ამკვიდრებს აი ამ მეთოდს,
სადაც სტუდენტსაც აქვს ხმა, ისიც არის ადამიანი, ისიც არის მოქალაქე და რაღაცა თანასწორუფლებიანი დიალოგი არის. მე მგონი ზარია რა, თუ არ ვწდები. აღარ არის ზარი, ხო? გაითიშა. ამის მიბმარი მთლიანად რა პროცესები მიმდინარეობს იმასთან, ცალკე განათლების სისტემას ვერ განვიხილავთ ჩვენ. აი ხა დღეს ჩვენ ვლაპარაკობთ მთელ მსოფლიოში პირველად დაიწყეს ლაპარაკი, რომ ჩვენ უკვე ვცხოვრობთ მეოთხე ინდუსტრიული რევოლუციის პირობებში. რას ნიშნავს ეს? პირველი ინდუსტრიული რევოლუცია ეს ორთქლის დრავაზე დაფუძნებული ინდუსტრიული რევოლუცია, რომელმაც წარჩინების გზაზე დააყენა ჰოლანდიელები, ბრიტანელები და მაშინ მოხდა პირველად ასე ვთქვათ, მდიდარი სახელმწიფოების წარმოჩენა. მანამდე ყველა ერთთანაბარი იყო სიღატაკეში. და ინდუსტრიულმა რევოლუციამ პირველი ორთქლის ძრავაზე დაფუძნებული ინდუსტრიულმა რევოლუციამ შესაძლო გახადა სიმდიდრის შექმნა. ინდუსტრიული რევოლუციის პირველი ინდუსტრიული რევოლუციის შემდეგ მეორე ინდუსტრიული რევოლუცია არის ელექტროფიკაციაზე დაფუძნებული შიგაწვის ძრავა, ავტომობილი და ასე შემდეგ. ამას მოყვა მესამე ეს კომპიუტერული რევოლუცია და ასე შემდეგ. პირველი და მეორე ინდუსტრიული, მესამე ინდუსტრიული რევოლუცია მოახდინა ჩვენი კუნთის ჩანაცვლება ავტომატიზაციით. და ეხლა გადავდივართ მეოთხე ინდუსტრიული რევოლუციის პირობებში, სადაც კუნთის ჩანაცვლებასთან ერთად ჩვენი გონების ჩანაცვლება ხდება რობოტიზაციით, artificial intelligence, ანუ ხელოვნური ინტელექტი, სადაც ადამიანის გონებაზე, ტვინის ფუნქციონირებას, რეაგირებას იმიტაცია ხდება. სულ მალე ისეთი მიღწევებია გენეტიკაში, ბიოფიზიკაში, რობოტიზაციაში, დიჯიტალიზაციაში და განსაკუთრებით ამ ხელოვნურ ინტელექტში, artificial intelligence, AI ქვია, სადაც იმიტაცია ხდება ადამიანის გონების. ანუ ჩვენი გონება ამ დონემდე არის. კუბრიკის ფილმები რაც არის, არა ეს ჰელი რო არის იმაში, ოდისეაში. ჰელი უკვე შემდგარი პროდუქტია უკვე. კი, და რამ ძალიან დიდი ცენტრები, ძალიან ნიჭიერი ადამიანები, ძალიან დიდი სახსრები იხარჯება იმისათვის, რომ ეს ხელოვნური ინტელექტი დაეწიოს ადამიანის გონებას. და ხდება მთელი რევოლუცია დასაქმებაში, სამუშაო ადგილებში და წარმოიდგინე ადამიანი აღარ იქნება უკვე საჭირო პრინციპში. როგორ არის ადამიანი ჩვენ ეს მოგცემს ჯერ ერთი პროდუქტიულობის ზრდა ხდება ძალიან მერე და ესეთი დიდი დასაქმება ამ სფეროებში, სადაც რობოტს შეუძლია ყველაზე კარგად გააკეთოს, ჩვენი ადამიანი იღლება, ადამიანის ბავშვი ყავს ბაღიდან გამოსაყვანი და ასე შემდეგ. რობოტს არ აყავს მშობელი, რობოტი გაიჭიტებია. არა, რობოტი გააკეთებს იმ საქმეს, აი თქვათ წარმოიდგინე შრომის ანაზღაურების უწყისის გამოწერას ინფორმაცია, რაც ავტომატური საქმეა. კი, აი, რასაც ლოგარითმი აქვს, რასაც ფორმულა აქვს და ერთ პასუხამდე მიდის, ყველაფრის ავტომატიზაცია და რობოტიზაცია მოხდება. არა მარტო მაგის გონებრივი აზროვნებისაც, მაგრამ ყველაზე მთავარი გახდება იქ, სადაც ადამიანის ემპათია საჭირო, ადამიანის ადამიანთან ურთიერთობა, ამის მნიშვნელობა გაიზრდება. აი ამ გარემოში წარმოიდგინე ირაკლი, როდესაც კუნთი ჩაანაცვლა რობოტიზაციამ ამ მეორე ინდუსტრიული რევოლუციის პირობებში, ძალიან დიდი რაოდენობით ადამიანი გამონთავისუფლდა. აქ საჭირო გახდა განათლების სისტემის რეორგანიზება და პირველად შემოვიდა მე-19 საუკუნის ბოლოს ამერიკელებმა public education, ანუ საყოველთაო საზოგადოებრივი განათლების სისტემა შემოიტანეს, რომ ამ საზოგადოების მომზადება მოახდინონ ამ ინდუსტრიული რევოლუციის შესაბამისად და ამან გამოიწვია პროდუქტიულობის გაზრდა, სიმდიდრის გაზრდა და ამ ადამიანების ჩართულობა. ეხლა საჭიროა ასეთივე რანგის რევოლუცია განათლების სისტემაში, რომ ჩვენ ეხლა კუნთის ჩამნაცვლებელი ხალხის მომზადება კი აღარ გვინდა, გონება რომ ნაცვლდება ისეთი ადამიანი, ანუ ამ რობოტიზაციის, ბიოლოგია, დიჯიტაცია, გენეტიკური კოდი, DNA, ანუ
ამ ტექნიკურ სფეროებში ესეთი დიდი ემოცია იქნება მარტო რაც ადამიანს დარჩება და ამის შემოქმედებითობა უფრო შემოქმედებითობა, ინტერაქცია, ადამიანებთან ურთიერთობის დამყარების უნარი, ანუ ის რაც ადამიანს აქცევს. რასაც მანქანა ვერ გააკეთებს. რასაც მანქანა ვერასდროს ვერ გააკეთებს, რომ შენ მანქანა ხო ვერ შეგიყვარებს არა? შენ ადამიანი გინდა რომ შეიყვარო, ვისაც გაუზიარებ, მეგობარი გინდა და ასე შემდეგ, მაგრამ ეს ჩამოგვაცლის ჩვენ ძალიან დიდ რაოდენობას დროისას. ადამიანები აღარ იმუშავებენ იმისათვის, რომ თავი ირჩინონ, არამედ იმუშავებენ იმისათვის, რომ თავისი შინაგანი პოტენციის გამომჟღავნება მოახდინონ და დახარჯვა მოახდინონ. ამ ეპოქაში ვცხოვრობ და ამ ეპოქაში ეს ეპოქა ზრდის პროდუქტიულობას. ამ ეპოქაში რომ ფუნქციონირო, შენ ეს ეპოქა დაყობს საზოგადოებას გამარჯვებულად და დამარცხებულად. ის ხალხი, რომელსაც ამ ეპოქაში ოპერირების საშუალება არ აქვს და კვალიფიკაცია არ აქვს, ის დამარცხებული იქნება. ანუ ის საზოგადოება, რომელიც დამარცხებულები დღესაც ძალიან ბევრია ეს. უამრავი დამარცხებულია, პრინციპში უმრავლესობა ყველა დამარცხებულია. დღევანდელ საზოგადოებაში და მომავალ საზოგადოებაში ამდენივე დამარცხებული იქნება. ამდენივე დამარცხებული იქნება თუ ჩვენი საზოგადოება ვერ მოახდენს ამ ადამიანების ახალი თაობის აღჭურვას იმისათვის რომ ასეთ რთულ საზოგადოებაში შეგეძლოს ოპერირება. 0-3 შენარჩუნდება მაინც? შენარჩუნდება რაღაც ეტაპზე, ირაკლი. რაღაც ეტაპზე შენარჩუნდება აუცილებლად. აი ხა წარმოიდგინე 80% 30-იან 40-იან წლებში დასაქმებულთა 80% იყო unskilled, ანუ ჩვევების და კვალიფიკაციის არ მქონე ხალხი. ეხლა 80% skilled არის, ანუ კვალიფიკაციის მქონე. აი შემოbrunებულია. ეხლა ჩემი ცოლი პირველი სკოლის დირექტორია. სექტემბერში რო პირველ კლასელები მოვიდნენ მის სკოლაში, რა. ყოველი 10 პირველ კლასელიდან 6 ექნება ისეთი სამსახური, რომელიც ჯერ არ არსებობს, ირაკლი. ისეთი პროფესია, ისეთი სპეციალობა, რომელიც არ არსებობს. შეძლებს ჩვენი ეს, რასაც ჩვენ ვლაპარაკობ, განათლების სისტემა, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ჩამორჩენილი უნივერსიტეტი, ამ ბავშვების ამ ჩვევებით აღჭურვას. თუ ვერ შეძლებს, შენ ამ თაობას წირავ იმისთვის, რომ ესენი იყვნენ არაპროდუქტიული, გარიყული, არაფრის შემქმნელი და ამდენი რაოდენობა ადამიანი თუ არაფრის შემქმნელია, მთელი საზოგადოება ჩვენც არაფრის შემქმნელი არ ვიქნები. და ესეთი დიდი საფრთხის წინაშე ვართ. ანუ ეს ერთი მხრივ კატასტროფის საშიშროებას შეიცავს, თუ ჩვენ მზად არ ვიქნებით ამ რეალობაზე. აუცილებლად. თუ მზად ვიქნით, ძალიან დიდი ნახტომის შესაძლებლობას გვაძლევს და აქ როგორ არის, გამარჯვებულები და დამარცხებულები. და როგორ არის, კარგი ის არის, რომ აქ არჩევანი გაქვს შენ, გინდა იყო გამარჯვებული, თუ გინდა იყო დამარცხებული. თუ გინდა გამარჯვებული იყო, უკვე ვიცით რაც არის საჭირო. განათლების სისტემა პროცენტი გამარჯვებულის დაახლოებით ასე ვფიქრობ და რამდენი იქნება პროცენტი დამარცხებულის და მე მისასთან მინდა გადავიდე შეკითხვით როგორ შეიძლება რომ ჩვენ შემოქმედებითობით აი ეს პრობლემა იმას ვთქვათ ეგ ძალიან საინტერესო საკითხია რა უსაინტერესო ეს საკითხია როგორ შეიძლება ეს პრობლემა გადავძლიოთ და რა პროცენტი იქნება გამარჯვებული 5 10 20 არა რასაკვირველია ღმერთმა დაგვიფაროს ესე პატარა რო იყოს გაცილებით დიდი უნდა იყოს და აქ აუცილებელია ამ გამარჯვებულებისა და სახელმწიფოს ერთად მუშაობა სახელმწიფოს როლი ძალიან მნიშვნელოვანია რომ ის დამარცხებულები რაღაცნაირად მოახდინოთ სიმდიდრის გადანაწილება რაღაცა დონეზე საშუალო ხელფასი იყოს მაღალი ამ ადამიანებისთვის სოციალური საფრთხეების რაღაც გარანტიების მიცემა და ყველა ადამიანს უნდა მივცეთ ჩვენ იმის შესაძლებლობა რომ არც ერთი ადამიანი კვალიფიკაციის გარეშე არ დარჩეს ანუ კვალიფიკაციის გარეშე დარჩენილი ადამიანი ნიშნავს განწირულ ადამიანს, რომელსაც სამსახური აღარ ექნება. და ადამიანს, რომელსაც სამსახური არ აქვს და ჩართული არ არის ამ საზოგადოებრივ ცხოვრებაში, ხდება მისი შინაგანი დეგრადაცია, დეპრესია, ზედმეტად თავის გზნობა და ძალიან მძიმე არის. ანუ მე ის ტერორისტად შეჭამ. ხო და გამარჯვებული ადამიანების და სახელმწიფოს ერთობლივი ძალისხმევაა საჭირო, რაც შეიძლება გავაფართოვოთ გამარჯვებულების რიგები. რაც შეიძლება გავაფართოვოთ. დამცველის გაზრდის პრინციპის ვარიანტი, ხო, expanding a pie. შენ რას ფიქრობ, როგორ მიგაჩნია, რომ აი შემოქმედებითობას ამ მომენტში შეუძლია წაგვადგეს? გია, რასაც ლაპარაკობს ძალიან სერიოზული თემაა, იმიტომ რომ რეალურად
მაგი მიდის იქამდე რომ მთლიანად მეთოდოლოგია და მეთოდიკა და მთლიანად პედაგოგიკა უნდა შეიცვალოს. იმიტომ რომ რეალურად ეს მომავალი იმას აჩვენებს რომ მთლიანად ეს ანუ მექანიკური სამუშაო ხო და იგი არ როგორც ამ მთლიანად იხსნება. ანუ მარტო გონებრივი სამუშაო რჩება და გონებრივი სამუშაო თვითონ აი ამ იმაში შემოქმედებითობა თუ არის ისწავლა ისე გონებრივ სამუშაოს ანუ გამომგონებელი უნდა იყოს. თუ გამომგონებელი არ ახარ მაშინ ვერ ხარ უკვე აი ის სამუშაოები რასაც ამობს ის სამუშაოები ვერ გექნება. ამას დავამატებ გონებრივი და ემოცია. კომუნიკაციის საშუალება ემპათია, გაზიარება, აი ეგ არის ზუსტად რაც გადაარჩევს და იგივე რობოტიდან, იგივე იმიდან გამოარჩევს. ეს ძალიან საინტერესო მომენტია. რობოტი შეასრულებს იდეალურად, რაც მექანიკურად შესაძლებელია, მაგრამ ყველაზე მთავარი იქნება ეს ემოციის მატარებელი, ვინც არის იმის როლი იქნება გაზრდილი ძალიან. მთელი ეს განათლების პროცესი, რასაც ჩვენ ახლა ვასწავლით, თქვათ და რაღაც ეს წარმოიშვება მკვდარი პროფესიები, იმიტომ რომ საერთოდ აღარ დაჭირდება, ანუ წარმოიდგინე რომ მკვდარი, ანუ მაგალითად მედიცინაშიც, ხო, ახლა არის თქვათ როგორ უნდა გადაიღო რენტგენი, როგორ უნდა გაიღო რენტგენოლოგები, ეგ საერთოდ აღარ გჭირდება. იქნება აპარატი, რომელთაც პირდაპირ შენ თვითონვე გადაიღებ შენ თავს და შემდეგ თქვათ მკურნალ ექიმს გამოუძახებ, თქვათ ჭკვიანი კედელი, როდესაც შეიქმნება და იმას ელაპარაკებ და ის პირდაპირ გიგზავნის შენ მონაცემებს თუ რა გჭირს. ანუ ექიმიც თქვათ გონებრივზე იქნება, იმიტომ რომ აი ეს მთელი მასალა უნდა შეადგინოს, გადახარშოს და თან კიდევ ინდივიდუალურად, ხო, ყველაფერი ხო არ არის იმითი, რომ ინდივიდუალურადაც ეს ამამტყფობა თქვათ განუგურნოს თავის მკურნალს. თქვათ და სულ სხვანაირი სკილი უნდა, სულ სხვანაირი განათლება უნდა მას. თქვათ იურისტები შეიძლება საერთოდ აღარ იყოს, იმიტომ რომ რეალურად ის კანონები, რომლებიც შეიცავდა ისა, ეს შეიძლება ჩაიდოს, ხო, ამ კომპიუტერულ რობოტიზირებული ის აი ეს ფორმულა, რასაც გია იძახის, რომ ფორმულა შეიძლება რომ ამოიკითხოს, მთლიანად გაქრება. ეხლა საქართველოში მე არასდროს არ მიფიქრე, ეს ძალიან საინტერესო მომენტი წამოაყენა ხაშენ. მთელი იურისპრუდენცია რობოტიზირებული რობოტები რო გახდნენ. მაგას მთლიანად ვერ მოახერხებთ, რაც რუტინულია. აი თქვათ, ვიღაცა გაშორდა ვიღაცას და უნდა შეავსო ფურცელი, ეს როქნა, იმას ბეჭედი დაარტყა და რაღაცა. ეს მთლიანად მოხდება ამის ავტომატიზირება, სადაც რთული кейსებია, სადაც ადამიანური მხარეა საჭირო, სადაც პრობლემის გადაწყვეტა, კრიტიკული აზროვნება, იქ არის, ეს არის ყველაზე დიდი. მოქალაქე რეკავს ჩემო ბატონო, გისმენთ, თუ გესმით ჩვენი პირდაპირ ეთერში ბრძანდებით და ახლა ვსაუბრობთ ესე იგი ცხოვრების მომავალ ეტაპზე გადასვლაზე. გისმენთ ჩემო ბატონო. საღამოშიდობისა ბატონობა მოგესალმებით, მომენტებით ჩაგებთ, მაგრამ აი მაინტერესებს კარგია რომ ბატონი მიშათ მოიწვიეთ ხელოვანი კაც და აი ზუსტად ის წყინს და ის არის უბედურება, კი გავიარეთ ძალიან ცუდი ეტაპები ძალიან ცუდი დრო კომუნისტების სიმახინჯე, შემდეგ შევარდნაძის ბნელი ეპოქა, თავისი 92-93 წლებით, შემდგომ 9 წელი უწოდებდი ამ პერიოდს, ასე ვთქვათ, დაჩა ტავარიშა საახავა, საუბედუროთ ეს 9 წელი ძალიან ცუდი დაღი დაასვა ჩვენ საზოგადოებას და მის სუნთქვას და შემდგომში რაც შეგვჭა ძალიან ესეთი დაბალი დონე, ნელა აბსოლუტურად გეთანხმებით რომ დაბლდება ეს აღარ მაქვს საუბარი ინტელექტზე, უკვე განათლების დონეც და მე აი მაინტერესებდა ყველასგან რა თქმა უნდა ხელოვანი კაცთან მეტად რომ რა კეთდება რომ ბავშვებს და შემდგომ თაობას ჩაუნერგოთ რაღაცა. აი მე ჩემი გამოცდილებიდან გეტყვი რომ ჩემ გარშემო ყოფ ახალგაზრდებს ვცდილობ რომ ჩაუნერგო რომ აი იცოდნენ თქვათ მოусმინონ კარგ მუსიკას ელემენტარულად თქვათ სტრავინსკის, ბლეკ საბათს, იგივე Pink Floyd-ს და ტრილოგ გურდუს და არა რაღაც დაბიორობას და საშინელებას, რომელსაც უსმენენ საუბედუროდ და მუსიკა არტია წაიკითხონ ჰერმან ჰესე, მაქს ფრიში და კობეაბე და არა რაღაც სისულელე ყვითელი პრესა და ასე შემდეგ უყურონ თქვათ იგივე ფელინის, ვიტორიო დესიკას და ნორმალურ და არა რაღაც ჰოლივუდის საშინელებებს ზოგიერთი გამონაკლისის გარდა და აი თქვენ რას ფიქრობთ და გვეშველება საერთოდ რამე და არ გავიგოთ ისეთი ფრაზა ვთქვათ როცა უყიდულობთ ბილეთს და უცებ ვიღაცა აი იმისი ბრალი არ არის რა თქმა უნდა და კითხულობთ რომ გრებენშიკოვზე ეს ვიღა აი ნუ აი შოქში ჩავარდი ეგ რო გავიგე და აი ამის თაობაზე რას გეტყობთ და უღრმესი მადლობა გაიხარეთ რომ
ხო არსებობს თქვენაირი კაი ხალხი. მადლობთ. დიდი მადლობა. არაჩვეულებრივი შეკითხვა. მიშა, მოდი ესე მოვილაპარაკოთ. ჩვენ ახლა გვეუბნებიან რეკლამაზე, რეკლამის მერე უკვე ცლად შენ დაიწყე პასუხი და მერე ჩვენ შემოგიერთებით. ჩემო ბატონო, გავედით. არსებობს ასეთი რამე ჯერ კიდევ სოფლიოში, იმედი ამ საქმესაც რობოტები ჩაიბარებენ რეკლამა და გავედით რეკლამაზე, ჩემო ბატონო. მოკლედ, ისევ დავბრუნდით, ჩემო ბატონო, ძალიან საინტერესო დისკუსია მიდიოდა ახლა შიგნით და მე მინდა ახლა დავბრუნდეთ ისევ ჩვენ პირველ რიგში კითხვას უნდა გავცეთ პასუხი, ბატონო მიშა. თხოვთ ჩემო ბატონო, უპასუხეთ და მე ჩვენც ესე იგი შემოგიერთებთ. იცით როგორ არის რეალურად რა არის კარგი და რა არის ცუდი ფელინი და ვთქვათ იგივე უფრო ნეორეალიზმი და ისა იტალიური სკოლა ძალიან საინტერესო არის, მაგრამ ის თავის ეპოქაში იყო, ანუ ის თავის სისტემაში იყო და იმან თავი წაიკითხა უკვე ჩვენ გვასწავლა იგივე თავის სიტყვა უკვე თქვა. დღესდღეობით სულ სხვა ეპოქაში ვარ, დღესდღეობით სხვა გზისკენ მივდივარ და ის თანამედროვე ახალი ფილმები, თქვათ იგივე ჰოლივუდის ბატონმა ახსენა, თქვათ იგივე მუსიკა და ახალი რომელიც ჩვენ შეიძლება არ მოგწონდეს, ის თავის სხვა ნიშნებს, ეპოქის ნიშნებს მატარებელი არის და თვითონ ბავშვი იგივე მაგაში იზრდება, თვითონ გააგნებს გზას ამ ინფორმაციაში, აიგია, რასაც ჩვენ ვლაპარაკობთ, უბრალოდ ორიენტირები არის საჭირო. ორიენტირების მიცემა, რომ ძალიან ახლა ვთქვათ იგივე ინტერნეტის სამყარო ძალიან ისეთი ვრცელი ინფორმაციის მატარებელი არის და ეს ვრცელი დიდი ინფორმაცია სხვადასხვა რა თქმა უნდა საშიშროებებსაც მოიცავს და ორიენტირი უნდა ბავშვი, იმიტომ რომ აი ამ საშიშროებებში არ გადავარდეს, თქვათ არ დაიბინძურეოს გონება, მაგრამ დანარჩენი თვითონ უნდა შექმნას თავისი თავი, ინდივიდუალურად უნდა აწყოს თავის თავი და არა ესე პირდაპირი მოცემულობები, ფორმულები რომ ჩაუდოთ ჩვენ თავში. თუ ფორმულებს უდევთ და იმიჯებს უდევთ პირდაპირ თავში, ეს იგივე არის, რაც საბჭოთა კავშირი აკეთებდა და იგივე იდეოლოგიზირებული სისტემა გამოვა. ესე მინდა დავსასაკითხი, ბევრი ლაპარაკობს მაგალითად ფასილიტაციის მეთოდზე, ამაზე ჩვენ ვილაპარაკეთ უკვე ფრეირე როგორც ამბობდა, არა დიალოგური მეთოდი განათლების, როდესაც მასწავლებლის ფუნქცია არის, რომ ასისტირება გაუკეთოს მხოლოდ და სტუდენტი ამბობს აქტიურად სწავლობს, აი რასაც შენ ამბობ, ინდივიდუალურად ინდიგო მეთოდსაც ეძახიან, ხა ინდიგო ბავშვებიო ძალიან გავრცელებული ის არის, არა? ძალიან ინდივიდუალურად ჩამოყალიბებული ადამიანები და პიროვნებები, ხა ჩემ შულსაც ხანდახან რომელიც 8 წლის არის, ბევრად მეტი იცის რაღაცებში ჩემზე, ანუ კომპიუტერულ რაღაც თამაშებში და იმებში ჩემზე უკეთესად ერკვევა და მე რო ესე აბსოლუტურად კრეტინივით უყურებ ხოლმე რას აკეთებს და ვერ ხვდები რას აკეთებს. მაგათ ქვია შენ შვილს და ჩვენი შვილის თაობას ციფრული აბორიგენები. ჩვენ ვართ ციფრული ემიგრანტები. ანუ ჩვენ ამ სამყაროში ემიგრირებამ მოვახდინეთ ჩამოყალიბებულმა ხალხმა და ესენი ამ სამყაროში დიბადნენ. და სხვაობაც ეს არის. ანუ რა იქნება მომავალი, ეგაა საინტერესო, აი ამაზე რო ვილაპარაკოთ. დამოუკიდებლად მიიღებს შეიძენს განათლებას უკვე პატარა და რა არის პედაგოგის როლი? შეიძლება ჩავერთო? ეს ანის არ არის. ბავშვს განათლება კონტენტის გარეშე, აკადემიური კონტენტის გარეშე არ არსებობს. იმისათვის რომ დამოუკიდებლად მიიღოს იმ ბავშვმა გადაწყვეტილება, აქამდე უნდა მოვიდეს. ანუ ეს ჩამოქნილი, დახვეწილი ბავშვი უნდა იყოს, რომელიც კონტენტი უნდა დააშენოს. ანუ კონტენტს ვერ შევცვლით. მასწავლებლების როლი ამ თვალსაზრისით ძალიან მნიშვნელოვანი, მაგრამ რაც მიშამ თქვა, აქ არის ყველაზე მნიშვნელოვანი, მასწავლებელი უკვე კონტენტის შექმნის შემდეგ ხდება მიმართულების მიმცემი. ყველაზე დიდი გენიოსები ინდივიდუალურად არიბადებიან, აი გუნდურ გარემოში, როდესაც ახლა ანალიზი ტარდება სხვადასხვა ბენჩმარკებს, ანუ სხვადასხვა შედეგებს ადარებენ და ნახულობენ, რომ წარჩინებული განსხვავებულად პროდუქტიული, ინოვატორული აზროვნების ბავშვები ამა თუ იმ სფეროში, საიდანაც მოდიან, ამათი სწავლა რომ მოხდა, ჩამოყალიბდა რამოდენიმე მიმართულება. ერთი რომ მულტიდისციპლინარულად სწავლობენ, პრობლემაზე დაფუძნებული განათლებაა და არა დისციპლინაზე დაფუძნებული განათლება. სწავლობენ გუნდურ გარემოში, პრობლემებს გუნდურად წყვეტენ და წახალისებული არიან, რომ
დამარცხდნენ. ანუ შეცდომა რო დაუშვან. არ არიან იმაზე ვაიმე ახლა შეცდომა დაუშვა ორიანი მივიღო, ამაზე არ არის ორიენტირე და ამათი мотиваცია არ გამოდის გარედან, რომ კარგად ისწავლე 5-იანს მიიღებ, არამედ შინაგანად პედაგოგი იქმნის იმ გარემოს, რომ мотиваცია შინაგანად მოდის, ანუ სწავლის სურვილის გაღვივება ხდება და ეს ინდივიდუალურად არ მოხდება, უნდა მოხდეს გუნდურ გარემოში, თამაშის გარემოში, როდესაც აქ ჯანმრთელი გარემოა ბავშვებს და ბავშვებს ეუბნება მასწავლებელი, რომ მე შენ აქ მიღებული ხარ, მიუხედავად იმისა, რა ათასნაირი სისულელეც რომ არ თქვა, შენ დამოუკიდებლად ღირებულების მატარებელი ხარ. ანუ უპირობოდ მიღებული ბავშვია. გესმის? ჭკვიანი რო ხარ, იმიტომ კი არ მიყვარხარ. მე შენ მიყვარხარ, იმიტომ რომ ხარ ამისთვის. ამ გარემოში ამ ბავშვს ადვილად შეუძლია სისულელეს თქვა, უსაფრთხო გარემოა, რომ ბოლომდე გაშალოს. მას არავინ არ უყურებს, ისე რომ ეს არ შეგეშალოს, ხა ჩაგარტყო ხელში პირდაპირ და ძალადური სისტემა აღარ არის. და ბავშვებს თან უნდა ვასწავლოთ წყაროს გაანალიზება, საიდან მოდის ეს წყარო, ვისი აზრია, რატო არის ეს აზრი, რა ალტერნატიული, ანუ აზროვნება უნდა ასწავლო. ყველაზე მთავარი ეს არის კრიტიკული აზროვნება, პრობლემის გადაჭრის უნარი, პროცესის დანახვა. ეს მე სხვა ადამიანთან როგორ ერთად როგორ შეიძლება თანა მეგობრობით კოოპერირებულ გარემოში ამ პრობლემის ანუ ადამიანი უნდა გავსახოთ ერთი რომ ინდივიდიც არის, მაგრამ ამ ინდივიდის გაბწყინება გუნდურ გარემოში. ესეთი ადამიანები არიან ოქროს ფასი ახლა. ყველაზე დიდი ინოვატორები, ყველაზე დიდი ხელოვანები ეს ხალხია, ვინც ინდივიდუალურად კონტენტიც აქვს, აზროვნება იცის, მაგრამ ამავე დროს წინდება გუნდურ გარემოში, აი სხვა ადამიანებთან ერთად სინერგიას იწევს. აი მე და მიშა რო დაველაპარაკებ და შენ, ირაკლი, ჩვენია 3 ადამიანის ჯამი, 3 კი არ არის, 9 არის. ანუ ჩვენ ერთმანეთს ვზრდით და ვაძლიერებთ სინერგია აძლიერებთ. ხო და ამ ყველაფერს სწავლა ჭირდება. მასწავლებელზე ორიენტირებული განათლების სისტემა შეიცვალა, სადაც დაფასდა დგას მასწავლებელი და უჭირავს ცარცი და ყველაფერი მასწავლებლის ირგვლივ ტრიალებს. ესე აღარ ხდება, ბავშვის ირგვლივ ტრიალებს ყველაფერი. ანუ კონტენტის მიცემა მასწავლებლის მიერ და შემდეგ მასწავლებლის უკანა პლანზე გამოწვევა და ამ ბავშვებისთვის ასპარეზის მიცემა, დიალოგის, გადაწყვეტილების, შეცდომის დაშვების და ყველაფრის ფონზე. რაც შეიძლება მეტი შეცდომა აქ უნდა დაუშვან უსაფრთხო გარემოში, რომ მე შეეძლოთ ოპერირება უფრო მტრულ გარემოში. ეს არის თანამედროვე მეთოდამდე მივდივარ. ხო და ეხლა ყველაზე მთავარი ჩვევები რა არის, რასაც ეძებენ? პრობლემის გადაჭრის უნარი, კრიტიკული აზროვნება, რას ნიშნავს კრიტიკული აზროვნება? არა მარტო პასუხზე უფრო მნიშვნელოვანია სწორი შეკითხვის დასვა, პრობლემის სწორად ფორმულირება. ჩვენ ხშირად პრობლემა არა გვაქვს ფორმულირებული და რაღაცა რუტინულ გარემოში ვცდილობთ, რომ ვიყოთ, ასე ვთქვათ, მივიდეთ სამსახურში, წამოვიდეთ უკან, რაღაცას ფაფხურობთ, ფაციფუცობთ და არანაირი პროდუქტიულობა ჩვენ ფაციფუცს არ მოსდევს. ანუ ყველაზე მთავარია პრობლემის ზუსტად დასვა, კრიტიკული აზროვნება და პრობლემის გადაჭრის უნარი. მე განსხვავებულ ადამიანებთან, მე შენ სხვადასხვა კულტურული ბექგრაუნდიდან მოვდივართ, განსხვავებული შეხედულებები გვაქვს და ასე შემდეგ. განსხვავებულ შეხედულებებში, განსხვავებულ კულტურულ გარემოში ოპერირების უნარი და აქ წინამძღოლობა არა პოზიციური თანამდებობიდან მიშა დანიშნეს დირექტორად, არამედ თავისი გავლენით, თავისი ხასიათით, თავისი პროფესიონალიზმით და ამით, თორე ეხლა იმდენად დივერსიფიცირებულ გარემოშია, მიშამ რო თქვას, რომ აი მე აქ უფროსი ვარ და მომისმინეთ, მე რასაც ვიტყვი, ესე ვიტყვი, რომ მიშა წადი ძმაო, გაიარე, შენი უფროსობა ვის რა შეჭირდება, მაგრამ მიშა როდესაც მოვა და ამოცანას დაასახავს და შენ და მე აღვანთებს ამ ამოცანაზე, როგორ ვიყოთ ჩვენ თანა წვლილი შემომტანები ამათამში მაშინ მივიღებთ მიშას ლიდერობას და წინამძღოლობას. ესა კომუნიკაციის უნარი, ვერბალურიც და არავერბალურიც. აუ პრობლემის გადაჭრის უნარი სულ ლაპარაკობდით, სულ კონფლიქტები იწვა, სხვადასხვა ადამიანებს სხვადასხვა ინტერესები აქვს. სულ კონფლიქტურ გარემოში ვიქნებით. ადამიანის უნარი კონფლიქტის კრიტიკულ კონფლიქტში გადაზრდა და ამის გადაჭრის უნარი აუცილებელი. მე ადაპტირების სულ იცვლება გარემო. ამ გარემოში ადაპტირების უნარი თუ არა გაქვს, ვერაფერი შენგან ჩვენ მივედით პრაქტიკულად იმამდე, რომ ეს ყველაფერი რეალურად არის ახალი 21 საუკუნის ცხოვრება მიდის ხელოვნების
ხელოვნება არის ეს ყველაფერი რეალურად არა შექმნა არის გიამრად პროცესის აღწერა ეს არის არაჩვეულებრივად კარგად დახატული ხელოვანის მოღვაწეობა რომელიც ქმნის ცხოვრებას ხელოვნება ცალკე დარგი არ იქნება რა სფეროშიც მოღვაწეობ ის უნდა იყოს კრეატულობის ინოვაციაზე და აზროვნებაზე ამ ხელოვანი ხარ ყველა სფეროში თუ არა ხარ მაშინ არაფერი არა ხელოვნების ტრანსდისციპლინიზაცია მოხდა ანუ რეალურად გადალახა ხელოვანი რა არის რომ მე თავისუფლება ხო აიგი ამ დასაწყისში რო ახსენა ხო თავისუფლება სულ სხვა ხარისხის დამბადებელია ხალხო და მოქალაქეს სულ სხვა ხარისხში თავისუფლება მოეთხოვება უკვე და თავისუფლება სწავლა უნდა თან არის და იგივე საუნივერსიტეტო სისტემას რო მივცეთ ხო თავისუფლებას ის ვერ ასწავლის ანუ მოქალაქე ვერასდროს ვერ გამოვა ამ უნივერსიტეტებიდან რაც არის ამ იდეოლოგიზირებული უნივერსიტეტებიდან იგივე როდესაც ცენტრში არის მასწავლებელი და მან ვერ ანუ გამოდის რომ იერარქიული სისტემა და ჩვენ რაზეც ვლაპარაკობთ აქ არის ზუსტად ჰორიზონტალური სისტემა. აი ეხლა როგორ უნდა გადავიდეთ ვერტიკალურიდან ჰორიზონტალურზე, აი ეს არის უკვე ამოცანა. აქ იშლება ის ძველი ტრადიციები და აქ მოდის ახალი და აქ უკვე სააზროვნო მასწავლებელმაც უნდა ისწავლოს აი ყოველდღიურად მეტი ვიდრე მოსწავლემ. ერთად. ანუ ეს გაცვეთი პროცესია და საინტერესო რაღაცა. არაჩვეულებრივად საინტერესო მე მგონი ზარია რა თქვენ პირდაპირ ეთერში ხართ თუ ისევ ხართ ხაზზე გისმენთ ჩვენ ბატონო მე გვიან ჩავთეთ და არ ვიცი შეიძლება ისაუბრეთ კიდევაც და ჩემთვის უპირველეს ყოვლისა ჩვენ ახალგაზრდებს უნდა გაუღვიოთ სამშობლოს სიყვარულის გრძნობა და ეს პათეტიკა არ უნდა იყოს იცით ეს უკეთეს შემთხვევაში ახალ ახალგაზრდებს სამშობლოს სიყვარული პათეტიკა გონია თუ არა შემთხვევაში მეტიჩრობა და ცოტა კეკულცობად მიჩნდება ერთმანეთს უცნობმა მომღერალმა გოგონამ განაცხადა ეს რომ გაიცილით თქვა სამშობლოს სიყვარული ესო არისო მეტიჩრობაო თუ რაღაც ამ დაგვარი თქვა და ასე გონია ძალიან ბევრს სამწუხაროდ და არადა პატრიოტიზმი ეს არის პრაგმატული გრძნობა პატარა ერის შვილებისათვის და პირველეს ყოვლისა ზუსტად ეს უნდა გაუღვიოთ ახალგაზრდა და სამართლიანობის და მე ყველაფერი ალბათ მოგვარდება როგორ ფიქრობთ საინტერესო თქვენი აზრი ამის შესახებ კარგი შეკითხვა არის. მე მინდა მას პასუხი გავცე და მიშას აზრი მაინტერესებს. შენ რო თქვი რომ ამ იერარქიაზე აწყობილი ტრადიციიდან მოდივართ, ხო? სადაც მასწავლებელია მთავარი და მასწავლებელი რასაც გადაწყვეტ ჩვენ პასუხისგებლობას ვაკისრებთ მასწავლებელს. მასწავლებელმა იფიქროს ჩვენს ნაცვლად, ლიდერმა, მამამარჩენელმა იფიქროს ჩვენს ნაცვლად და მოგცეს ჩვენ გამზადებული ჩარჩო, საჭმელი და ასე შემდეგ. და ეს გადადის ყველა სფეროში. როდესაც ამ ტრადიციაზე გაიზარდა ბავშვი, ესეთი მენტალობა გადადის ყველა სფეროში და ეხლა ამას ეს უნდა დაინგრას ზუსტად ამ ტიპის განათლებიდან მასწავლებელი კი არ არის იერარქიის თავისი არამედ ჩვენ ყველანი ვართ პასუხისგებელი და შენ რა კარგი რაღაცა თქვი რომ განათლებაზე რო ლაპარაკობთ ამას ხო იტყვის ამასო დიდი ხანი ჭირდება ეს უპასუხისგებლობის განცდა იმის რომ შენ გინდა ეხლა მომეცი რა ეხლა დღეს რითი გადამარჩევ რო გეკითხე ბატონო გია ეხლა რა ჭირდება ეკონომიკას ორი სიტყვით მითხარით ჩქარა დღეს როა ეგეთი რა ფოკუს მოკუს და უცებ აგვიშენ და მეოთხე ინდუსტრიულ ეპოქაში ვცხოვრობ თუცებ ხო აი ამას ელის გესმის იმ წუთასვე მიეცი რაღაცა იმიტომ რომ მასწავლებელი იმ წუთასვე პასუხს ეუბნებოდა და ამ განწყობით არის 2+2 არის 4 ამ დროს 2+2 შეიძლება 2-იც არის ხანდახან არა და ეხა მინდა დაუბრუნდე მაყურებელმა რომ პატრიოტიზმზე თქვა ხო აქ არის ორი ძირითადი რაღაცა არის როდესაც ლიდერს როდესაც მაღალ პროფესიონალს ვარსკვლავზეა ლაპარაკი აუცილებელია კომპეტენტურობა იმ საქმისა რომელ საქმეშიც ის არის ხო ამის გარეშე ეს აი კომპეტენტურობა ეხლა რთულ გარემოში კომპეტენტურობა პირველია მაგრამ ძალიან ბევრი ადამიანი მინახავს კომპეტენტური როდესაც ბევრ წარმატებას მიაღწევს, მაგრამ კრიტიკულ მომენტია ეს შინაგანი ამას ინგლისურად character ქვია, ხასიათი, შიდა ბუნების სიმდიდრე,
გამბედაობა, პატიოსნება, სამართლიანობა, სიყვარულის მატარებლობა, ეს ყველაფერი. ამის გარეშე რაც არ უნდა დიდი პროფესიონალი იყო, ვერ მიაღწევ ვარსკვლავის დონეს. ვარსკვლავის დონეს გჭირდება პროფესიონალიზმი აუცილებლად, მაგრამ აი ეს რაც ჩამოთვალე ამ ატრიბუტების გამთლიან მიმატების გარეშე ვარსკვლავად ვერ იქცევი და ეხა ეს რაც ჩამოთვალე პატრიოტიზმი ამ ყველაფრის ნაწილია. შენ თუ ამ და ეს ყველაფერი ამითია არავინ არ იბადება. აი პატარა ბავშვი რო იბადება, ჯერ იმაშუება, ხო, ქვეშ იფსავს არა? ბუნებრივი ჩაულებრივი მოვლენა ბავშვმა უნდა ჩაიფსოს ქვეშ, მაგრამ და ქვეშ რო პატარა 1 წლის ბავშვმა კისერში რო ჩაგაფსას, იტყვის, უი შე მაიმუნო, კისერში როგორ ჩამაფსიო, მაგრამ 50 წლის კაცი უკაცრავად კისერში როგორც მაიკლ ჯექსონი. ხო, ეს უკვე მიუღებელია, ამიტომ, მაგრამ ამ ეს ყველაფერი უნდა ასწავლო ბავშვს, რომ აღარ ჩაგაფსას კისერში. ესაც ესეთი ეს გამბედაობა, ვაჟკაცობა, სიყვარული, თანაგრძნობა, ტაქცეულისადმი, სოლიდარობის განცდა, ეს ყველაფერი სწავლებადია. იცი რა არის, როდესაც პროფესიონალიზმზეა ლაპარაკი, აი ამ ახალი განათლების სისტემაში ბავშვებს ამზადებენ და ბავშვების გაცნობაა საჭირო, რომ აღმოაჩინოს ამ ბავშვს რა აქვს ძლიერი მხარე და ამ ძლიერ მხარეზე როგორ მოახდინონ ამის კონცენტრირება, რომ პროფესიონალურად მაგარი გამოვიდეს და როდესაც ამაზეა ლაპარაკი შიდა ბუნების ჩამოყალიბებაზე, იქ კიდევ საპირისპირო რა არის სუსტი მხარე და იმ სუსტი მხარის ნელ-ნელა ყოველდღიური გამოსწორება, აი რო წაიქცევი და რო არ დაკმაყოფილდები შენ ბედს, რო ფეხზე დადგები, რო შეგიძლია რთულ სიტუაციაში გადაწყვეტილება მიიღო, სხვისი გულისთვის, მეგობრის გულისთვის რომ დარწმუნა მიიღო და ეს ყველაფერი არ ბავშვს არ ესიზმრება, ამას სწავლა ჭირდება, ამას ანუ ღუმელში არის ეს გამოსატარებელი, ანუ ეს რა სუსტი მხარეც არის, თითოეულია ეს სუსტი მხარე მასწავლებელმა უნდა ამოაცნოს, დაეხმაროს ბავშვს, რომ ეს გამოასწოროს, იმიტომ რომ ეხლა ამ გარემოში კომპეტენცია აუცილებელია, მაგრამ ეს შიდა ბუნების სიღრმე თუ არა გაქვს, ამ კომპეტენციას ფრთებს ვერ გაუშლი და ვარსკვლავის დონემდე ვერ მიიყვან, იმიტომ რომ მარტო კომპეტენციის ხარჯზე ესეთი მაღალი რანგის ადამიანი, ხელოვანი შენ სფეროში, რა სფეროშიც არ უნდა იყო, ვერ გახდებ, ვერც პოლიტიკაში, ვერც მეცნიერებაში, ვერც მედიცინაში, ვერც თეატრში. ყველგან ხელოვანი უნდა. ამიტომ ეს შეკითხვა რაც ქალბატონმა დასვა ძალიან მნიშვნელოვანი, უფრო ფართო კონტექსტში, არა მარტო პატრიოტიზმი, არამედ ეს ზოგად ადამიანობა და ზოგად მაღალი ადამიანის პატრიოტიზმი ნაწილია ამ. ვაჟა ლაპარაკობს, აი ვაჟასნაირი იმ კაიყმის კოდის სწავლება. ჩამოთვალოთ რა არის კაიყმა რისგან შედგება. აი ეს არის შიდა ბუნების დიდსულოვნება და სიღრმე და ამას ყველაფერს სწავლა ჭირდება და ამას ჭირდება ახალი განათლების სისტემა, რომელიც განათლებას აი ამ კოდის სწავლებაზე დააფუძნებს. მე მგონი კიდევ ზარია და მიშა. არა, მიშას აზრი მაინტერესებს. ჯერ შენ თქვი და მე უკაცრავად 1 წუთით მიშა იტყვის და მე ესე იგი ჯერ ბატონო პატრიოტისთან მიმართებაში არის ლაპარაკი და თვითონ პატრიოტიზმი მე არ ვიცი, იმიტომ რომ ადამიანს რასაც შეიმძახთი, რომ ადამიანს თუ შიგნით აქვს იგივე გვერდზე მყოფისთან მიმართებაში თავისი წესიერება, პასუხისმგებლიანი თუ არის რაღაც გარემოსთან მიმართებაში, ხო? რაღაც ოჯახზე პასუხისმგებელია, მე გაცდა და ვთქვა და მეგობრები არიან, ისა ანუ რაღაც სოციუმზე, საზოგადოებაზე, რომ თუ აი ზუსტად იმ კრეატიულობაში მას უნდა რომ შევიდეს, ვთქვა ამ გუნდურ თამაშში და შიგნით თავისი პოტენცია დაანახოს და თავისი გადაწყვეტილებები თუ ისა ანუ ახალი გზები აჩვენოს ნუ ამ საქმეში, მაშინ უკვე პატრიოტია ადამიანი. ესეთი ხაზგასმა რომ პატრიოტიზმის ხო ეს უფრო გადავდივართ საპირისპიროში. პატრიოტიზმის მარტო დეკლარირება ხდება, როგორც დღეს არის და უკვე შინაგანად მე მაღიზიანებს ეს სიტყვა. იცით რა არის? ბუტაფორიული გამოცლილია ყველაფერს და მოჩვენებითია. იაკობინელების მოგონილია, იაკობინელები დააჭრეს თავები ყველას ერთმანეთს მერე და ამიტომ არა მოჩვენებითი პატრიოტიზმი, არამედ ადამიანის სიყვარული. დანტონი და ეს ტიპები იყვნენ, ვის პატრიოტიზმი მოიგონეს და მერე მოკლეს ერთმანეთი ყველამ და ეხლა მოდის ზარი ჩემო ბატონო და გისმენთ ჩემო ბატონო პირდაპირ ეთერში ხართ, ესე იგი
მოგესალმებით. პირველ რიგში ბატონ გია მაისაშვილს ულოცავ გამოჯანმრთელებას. მე ესეთი რაღაც ვიცი, რომ ევროპის რამოდენიმე წარმატებულ ქვეყანაში ბატონ გია მაისაშვილის ეკონომიკური პროგრამით სარგებლობდნენ. შეკითხვა მაქვს ამივესთან, რატომ არ ვიყენებთ ბატონ გიას ჭკუაგონიერებას ჩვენ დაქცეულ ქვეყანაში? ამას პირველ რიგში ჯერ ჩვენ უპასუხებთ. მე მგონი ეს ძალიან კარგი შეკითხვა დავსვით ქალბატონო, იმიტომ რომ ნამდვილად უნდა გამოვიყენოთ ინოვატორი მოაზროვნეების აზროვნება საქართველოში. ახლა გია მაისაშვილს ჩვენ ძალიან დიდი ხნის მეგობრები ვართ და დიდი ხანია ვიცნობ და სულ ჩემი ერთ-ერთი მთავარი მიზანი არის რომ საქართველოში დაფასდეს ინოვატორების გიასნაირი ადამიანების შრომა, რომელიც მართლა ძალიან მნიშვნელოვანია. მე ვიტყოდი რომ ძალიან მნიშვნელოვანია, რატო არის დღეს გია არის და გიასთან ერთად მიშა არის, იმიტომ რომ მიშას უკან კიდე ერთი გია დგას ეცგვერაძე, რომელიც ძალიან ბევრს აკეთებს აგრეთვე რა, გერმანიიდან ჩამოდის და ასე შემდეგ და ხელოვნებაში დაახლოებით იდენტური არის მისი შრომა, გია მაისაშვილის შრომისა და ეს ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია ჩვენი საზოგადოების, იმიტომ რომ ეს არის ის ხალხი, ვინც წინ მიდის, ასე ვთქვათ, განათლების ახალი საფეხურებისკენ და ჩვენი საზოგადოება წინ ვერ წავა. ამის გარეშე ჩვენ თუ არ წავედით წინ და შემოქმედებითად არ შევხედეთ, ხო არის, აი, თავარი თაებრივი ძალა შემოქმედი არის ღმერთია რა. ღმერთმა ადამიანში ჭადო ღმერთის ნაწილი შემოქმედია რა. შემოქმედი თუ არ მუშაობს ადამიანში, ადამიანი კვდება და თავის თავში კლავს ღმერთს რა. სწორედ ამაზე ლაპარაკობდა ნიჩე. ჩემო ბატონო და აქედან გამომდინარე თუ ამის წახალისება არ მოხდა და თუ არ მოხდა ვთქვათ გიას სკოლის, იგივე სტუდიის და ასე შემდეგ ამ ახალი შემოქმედებითი მიდგომების წახალისება, მაშინ ჩვენ დავიღუპებით როგორც საზოგადოება, აღარ ვიარსებებთ. და პრინციპში შევწყვეტ არსებობს ბევრი საზოგადოება მოხდარა ეგრე არა. შევწყვეტ იმიტომ რომ რეალურად ანუ საზოგადოებას რომელსაც იდეალი არ აქვს და თავისი წინ არ იცის რა უნდა ის რა თქმა უნდა შეწყვეტს არსებობას, იმიტომ რომ მან ესე იგი ამოწურა თავისი როლი, როგორც ერმა ამოწურა თავისი როლი ამ მთლიან როგორ აი ხო თქვით როგორც ბავშვმა უნდა ისწავლოს გუნდური თამაში, ისე უნდა ისწავლოს ერმა გუნდური თამაში და პრინციპში ჩვენ რა გვჭირს ხო პოლიტიკურ საკითხს ვერ ვსვამთ. პრინციპში ჩვენი პოლიტიკოსები ვერ სვამენ. ის ანუ ვერ სიმძაფრეს ვერ შეგვაქვს მსოფლიო თამაში ვთქვათ. იგივე ხელოვნებაში არის ვენეციის ბიენალე, რომელიც არის აბსოლუტურად გახსნილი თუ აი ხატურებისთვის არის ვთქვათ, როგორც ოსკარები კინოსთვის ამერიკაში, ხო? მაგრამ ჩვენ ვერ ვისწავლით, რომ ვენეციის ბიენალეზე შენი კულტურიდან, ლოკალური კულტურიდან უნდა დასვა პოლიტიკური ხელოვნების კითხვა, ძაფრა, ანუ რომ შეუერთდე მთლიან ამ კულტურას შენი ლოკალური მხრიდან და დღესდღეობით ჩვენთან რა ვერც კულტურის სამინისტრო და ვერც ვერ ისწავლა რომ რომელი მხატვრები უნდა გაუშვან, საერთოდ როგორი კურატორები უნდა გაუშვან და სულ ყოველთვის ჩავარდნილი არის ჩვენი პავილიონი. სულ ყოველთვის იმიტომ რომ კულტურის სამინისტრო როდესაც ვთქვათ ესეთ ანუ ავანგარდში მყოფი ხელოვანები უნდა გააგზავნოს და არაფერ იმაში არ არის, მაგრამ აგზავნოს ვთქვათ დიზაინერებს. იმიტომ რომ იქ დიზაინიც არა და იქ აბსოლუტურად შემოქმედება, ანუ მხატვრის შემოქმედებითობა უნდა აჩვენოს ქვეყანა. და არ ხდება ეს. ამიტომ ერმა უნდა ისწავლოს პოლიტიკური საკითხები, ვთქვათ, ესეთ იმებში მონაწილეობა როგორ უნდა მიიღოს და ჩვენ ეს არაფერი არ აქვს. მე ამას კიდე ერთი რაღაცა მინდა დავამატო, ჯერ მაყურებელს მინდა დიდი მადლობა უთხრა ამ შეკითხვისთვის, მაგრამ იცი როგორ არის, ჩვენ გავიზარდეთ აი მახინჯ საგანმანათლებლო სისტემაში, სადაც მე მახსოვს პირველ მეორე მესამე კლასში არ მიყვარდა სწავლა, რაღაც სპორტზე ვიყავი ორიენტირებული, ძალიან ცელქი ვიყავი და ყოველთვის მასწავლებელი მადარებდა
მეორე ბავშვს და მეუბნება შენ რა ცუდი ხარ აი შეხედა ის რა კარგია შენ და სახშიც ესე ხდება ხოლმე როდესაც შენ რატო არ სწავლობ არაფერს შეხედე შენ და რამდენად კარგია და გონია ბავშვს რომ მე ჩემ მამა ჩემს და დედა ჩემს ჩემი და უფრო მეტად უყვარს და აქედან გამომდინარე ის ჩემზე უკეთესია სკოლაშიც მასწავლებელი იმას აქებს ანუ ეს უკეთესია და შედარების გარემოში და შედარების გარემოში რო ზდი ადამიანს უყალიბდება განცდა იმისა რომ შენ რო დაგინახავს წარმატებულს ავტომატურად თავის თავს უყურებს წარუმატებელს და ეს თან მithumetes პატარა ერებში შურიანობის განცდა და სხვისი სიყვარულის სხვის წარჩინებისადმი რომ არ გვაქვს ეს სიხარულის გაზიარების და ესაც შეცვლადია ესაც სწავლადია ამას სჭირდება პირადი მაგალითი აი წარჩინებული წინამძღოლობისა წარჩინებული პირებისა წარჩინებული ლიდერებისა ესე იცვლება კულტურა ქვეყნისა პირველი პირი ან წარჩინებული ადამიანი საკუთარ მაგალითს რომ მიცემენ და ეხა ქალბატონმა რაც ვთქვა ჩამოყალიბებული დამყაყებული საბჭოთა სტატუს კვო და შენ როდესაც მოდიხარ ახალი ამ სტატუს კვოს შეცვლის რაღაცა მკაფიო ჩამოყალიბებული სქემით შენ ხარ იმ წუთასვე ქვეცნობიერათაც უკვე საშიშროების მომტანი ამ სტატუს კვოს მონაწილე ადამიანებისთვის აი იგივე უნივერსიტეტი ავიღეთ ეხლა რა ამოვიჩემე ეს უნივერსიტეტი ლადო პაპავა მაგალითად ვიძახი რა უნივერსიტეტის აკადემიური საბჭო ეს დამყაყებული ადამიანები რომლებიც ამ სტატუს კვოს არიან ჩამოფრენილნი შენ უკვე შენი არსებობა ამათვის საშიშროებაა და როგორმე ცდილობენ სრულიად ნიველირებას რომ თითქოს არც არსებობ შენ და ეს საყოველთაო საშუალოობა საყოველთაო ეს უნიჭოობა არის დღეს წარჩინებული დღეს უნიჭოობის ზეიმია და თუ სადმე ნიჭიერი გამოჩნდება მიშასნაირი ირაკლისნაირი პეტრესნაირი პავლესნაირი როგორმე მოხდეს ამ ადამიანების რა თქვა კედელის აშენება რომ ესენი არ არსებობენ აი ფაქტიურად და ერთი სასაცილო რაღაცა არის რა ერთი ჩემი მეგობარი ჩამოვიდა ამერიკიდან და მეუბნება რომ ამ ქალბატონის პასუხ შეკითხვაზე გამახსენდა რომ ისაო რა ქვია მე ხა პატარა ჩანახაც წერო როგორც ირაკლი სუყვარს ხოლმე და კონკია უნდა დავარქვა და შენახა რომ კონკიო ესე რა შუაშია კონკია ხო და კონკია რატო ხარ ვიციო რომ ესო როგორც კონკიასო თავისი დედინაცვალეო არაჩვენებდაო და მახინჯიშვილები გამოყავდა და პრინცი რო ჩამოივლის და ანახებს და აუ აი ეს მახინჯი და ეს კონკია დამალული ყავს ესეთ მდგომარეობაში ყავსო ხარო რა და მარტო მე აკი არა ვარ კონკე ბევრი კონკია ყავს საქართველოს რომელიც დამალულია უნიჭოების მიერ და ჩვენ გვინდა რომ როგორ მე ამ ეს კონკიები გავაერთიანოთ გამოვიყვანოთ დავანახოთ რამდენი რამე შეუძლიათ ამ კონკიებს არა საკუთარი თავისთვის არამედ საზოგადოებისთვის რომ ეს უნიჭოების მართლობა და უნიჭოების სტატუს კვო როგორმე დავანგრიოთ ანუ რაღაცა საერთო ნაცრისფერი სტანდარტი რო აღარ იყოს ბატონო და აქ უკვე ისევ ნიჩესთან მივიდივართ რომ ადამიანს რაღაცა ზეადამიანის ძალა აქვს და ეს სერიოზული საკმაოდ დიდი ნიჭი აქვს ადამიანს და მე მგონი ჩვენ საზოგადოებაში არსებობს და მე პირადად ამაში ყოველდღიურად ვწმუნდები როცა გიას უსმენ მიშასნაირ ადამიანებს უსმენ და კიდე ბევრს რომელიც აი გიამ თქვა ახლა ბევრი აი რომელიც კონკიას როლშია დღეს აღმოჩენილი მაგრამ იმედი ვიქონიოთ რომ ესე არ იქნება ბოლომდე ვერ დამალა კონკიას არა ბოლომდე არ დაიმალება მაინც ამით დავამთავროთ არ დაიმალება ჩემო ბატონო კონკია გაიხარეთ, იცოცხლეთ და იდღეგრძელეთ მარველოს ჩემო ბატონო. დავამთავრეთ.